თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათა შორისი კომისიის მერვე სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა მოისმინეს მედია მონიტორინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე რეაგირების შესახებ. სხდომას იუსტიციის მინისტრი უძღვებოდა საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შექმნილი უწყებათა შორისი კომისიის მიზანი საჯარო სამსახურების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და დარღვევებზე რეაგირება არის. კომისიისთვის მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია ელექტრონული პოსტის მეშვეობით. სხდომაზე მიწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტიც, თუმცა სალომე ზურაბიშვილი მას არ დასწრებია. გაუგზავნეთ საქართველოს პრეზიდენტს ინფორმაცია მის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს და ვთხოვეთ ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციის წარმომადგენელს მობრძანება, თუმცა დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კომისიის სხდომას არ დასწრებია. აკეთდა მათი მხრიდან წერილობითი განმარტება, რაც კომისიის მიერ არ იქნა მიჩნეული დამაკმაყოფილებლად და ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ გაუგზავნით წერილს და მოუწოდებთ, რომ შემდგომ კომისიის სხდომაზე აუცილებლად გამოცხადდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და გააკეთოს განცხადება პრეზიდენტის იმ სიტყვებთან დაკავშირებით, რომლითაც ის აღნიშნავს, რომ საარჩევნო დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მათ ერთად უნდა იზეიმონ გამარჯვება. როდესაც ვინმე სურს, რომ ადმინისტრაციული შენობა გამოიყენოს საარჩევნო მიზნებისთვის, ეს ძალიან მაღალი ალბათობით შეიცავს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს, ხომ? არსებობს ეგეთი ტერმინი ადმინისტრაციული რესურსი და მისი გამოყენება წინასაარჩევნო მიზნებისთვის ზოგადად არის აკრძალული.